შეუძლიათ ჩვეულებრივ ადამიანებს საშინელი რამეების ჩადენა? და თუ პასუხია კი, რამდენი მათგანი დაარტყამს და დენს უდანაშაულო ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ მითითებებს მიყვება. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ კაცის საკამათო ნაშრომს, ვისაც უბრალოდ სურდა საკუთარი ოჯახის საშინელი წარსული გამოერკვია. 1961 წელს ახალგაზრდა ფსიქოლოგი ცდილობდა გაეგო გერმანელ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ნაზიდან თუ შეეძლოთ გაუგონარი სიბოროტის ჩადენა. მისი თეორია იყო, რომ ადამიანები საშინელებას ჩადიან, როდესაც საშინელ წინამძღოლებს ემორჩილებიან. ამ თეორიის შესამოწმებლად მილგრემმა ჭკვიანური ექსპერიმენტი შეიმუშავა, რომელმაც ადამიანის ქცევაზე ჩვენი წარმოდგენა სამუდამოდ შეცვალა. მილგრემის ექსპერიმენტი სამ ადამიანს მოიცავს. პირველია ავტორიტეტი, ვისაც ექსპერიმენტატორი ეწოდება, იგი ლაბორატორიის ხალათის ატარებს, რომ გავლენიანი გამოჩნდეს. მოხალისე, ვისაც დაევალა მასწავლებელი ყოფილიყო და სტუდენტად წოდებული მსხვერპლი. ტესტის ობიექტს მასწავლებელი წარმოადგენს მაშინ, როცა ორივე ექსპერიმენტატორიც და სტუდენტიც მსახიობები არიან. მითითებების თანახმად შეკითხვების დასმით მასწავლებელი გამოცდის სტუდენტს, რომელიც მეორე ოთახშია. თითოეული არასწორი პასუხის გამო მასწავლებელს ეძლევა მითითება, რომ სტუდენტს 450 ვოლტამდე სიმძლავრის დენი დაარტყას. ექსპერიმენტის დაწყებამდე მილგრემმა გამოკითხა თავისი კოლეგები მათი ვარაუდის მოსასმენად. თითქმის ყოველმა მათგანმა განაცხადა, რომ მხოლოდ რამდენიმე მოხალისე თუ დათანხმდებოდა მითითებას უდანაშაულო ადამიანისთვის დენის დარტყმაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ვინმე დათანხმდებოდა 300 ვოლტზე მეტის დარტყმას? მილგრემმა თავის ექსპერიმენტს გაუკეთა რეკლამა იელის უნივერსიტეტთან, როგორც ექსპერიმენტს სწავლისა და დამახსოვრების შესახებ. ხალხის სიმართლის ცოდნის გარეშე დარეგისტრირდა მონაწილეობისათვის. ექსპერიმენტი დაიწყო მოხალისეების ერთმანეთთან შეხვედრით. შემდეგ მათ აირჩიეს როლები და არ იცოდნენ, რომ ყველას მასწავლებელი შეხვდებოდა. შემდეგ მათ მცირედი ელექტრონული დარტყმა მიაყენეს, რომ დაახლოებით ცოდნოდათ სხვა ადამიანი რას გადის. დასაწყისში ექსპერიმენტატორი და ცდისპირი ერთ ოთახში იჯდნენ, სტუდენტი კი მეორე ოთახში. სტუდენტსა და მასწავლებელს შეეძლოთ ერთმანეთთან ჰქონოდათ კომუნიკაცია, თუმცა ერთმანეთს ვერ დაინახავდნენ. შემდეგ ექსპერიმენტატორმა მასწავლებელს შეკითხვების სია მისცა. მასწავლებელი წაიკითხავდა შეკითხვას და მოსწავლე ხელს დააჭერდა პასუხს შესაბამის ღილაკს. ყოველი მცდარი პასუხისთვის მასწავლებელს დენი უდნა დაარტყა სტუდენტისთვის, რომელიც 15 ვოლტის სიმძლავრით იწყებოდა და ეტაპობრივად 450-ს აღწევდა. მასწავლებელმა არ იცოდა, რომ რეალურად სტუდენტს დენი არ არტყავდა და პასუხები მაგნიტოფონში იყო ჩაწერილი. თავიდან მასწავლებელი პროტესტსა და კედელზე დარტყმებს მოისმენდა. ძაბვა რომ გაიზრდებოდა, რეაქციებიც უფრო ხმამაღალი იყო. და თუ ვინმე ბოლომდე მივიდოდა, სტუდენტი ჩუმად დაეცემოდა. თუ მასწავლებელი შეყოყმანდებოდა და გაჩერება მოუნდებოდა, ექსპერიმენტატორი მას რამდენიმე მითითებას აძლევდა. პირველი აკითხო, გააგრძელე. თუ ეს არ ამართლებდა და ამატებდა, ექსპერიმენტს სჭირდება, რომ გააგრძელო. შემდეგ აუცილებლად უნდა გააგრძელო. და ბოლოს, შენ არ გაქვს სხვა არჩევანი, უნდა განაგრძო. ამ ყველაფრისგან ცდისპირებმა ექსტრემალური დაძაბულობის ნიშნები გამოავლინეს. როგორიცაა ოფლდენა, კანკალი, ისტერიული სიცილიც კი. ექსპერიმენტი იმ შემთხვევებში სრულდებოდა, თუ ყველა მოთხოვნა უკვე გამოყენებული იყო, ან თუ 450 ვოლტიანი დენის დარტყმა სამჯერ მაინც განხორციელდებოდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ცდისპირების 100% 300 ვოლტს მისცდა. 65% 450 ვოლტზე წავიდა. მოგვიანებით ექსპერიმენტი არაეთიკურად შერაცხეს, რადგან ის უდანაშაულო ადამიანებს აიძულებდა ძალადობის საშინელ გამოვლინებას. და მაინც მისი ექსპერიმენტი მრავალჯერ წარმატებულად გაიმეორეს სხვადასხვა ცივილიზაციაში. რომ ეპოვათ განსხვავებები. თავად მილგრემმა დაგვიტოვა ეს საფიქრალად, შესაძლოა თოჯინები ვიყოთ, რომელსაც სოციუმის თოკები ამოძრავებს, თუმცა ვართ თოჯინები, რომელსაც აღქმა და გააზრება მაინც გაგვაჩნია და შესაძლოა ეს გააზრდება ჩვენი პირველი ნაბიჯი იყოს თავისუფლებისკენ. თქვენ რას ფიქრობთ? მონაწილე რომ ყოფილიყავით მიყვებოდით თუ არა მილგრემის მითითებებს? და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ მომავალი თაობა ბრმად არ მიყვეს ავტორიტეტებს? დაგვიტოვეთ თქვენი პასუხი კომენტარებში. ვიდეოს ტექსტი თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და განხმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველებლის მიერ.